ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე სიტყვის თავისუფლება დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო საზოგადოების სივრცე. ეს ყველაფერი ერთიანად განსაზღვრავს, რამდენად დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებზე ინკასოს დადებამ, მკაფიო სიგნალი მოგვცა. მედია, რომელიც ასახავს მოქალაქეების პრობლემებს, დღეს უდიდესი ზეწოლის ქვეშაა. ამასთან ერთად ხშირად ჩდება კითხვები, ხომ არ იყენებენ სასამართლო პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის. პარალელურად ვხედავთ მცდელობებს შეავიწროვონ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან ახლავს საზოგადოებაში გაზრდილი გაუცხოება და უნდობლობა, რაც სამწუხაროდ აფერხებს ჩვენს საერთო მიზანს ევროპულ მომავალს. უსაფრთხო სახელმწიფოსა და თავისუფალ გარემოს. დღეს ამ თემებზე ვესაუბრებით ჩვენს სტუმარს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაციაში აგრძელებს საქმიანობას. სწორედ მისი გამოცდილება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე სამოქალაქო სექტორში მოგვცემს შესაძლებლობას უფრო მრავალ მხრივად შევხედოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას წინ უდგას. სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო თინა, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო დღევანდელი გადაცემა. უკვე 10 დღე არის ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ადევს ინკასო და მე მინდა თქვენი შეფასება, ასევე მინდა რეგიონული მედიის მნიშვნელობას გაუსვათ ხაზი, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სადაც ჩვენ ვიცით, რომ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ძალიან აქტიურად ვრცელდება და განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად მედიის არსებობა, აი ამ კრიტიკულ დროს და განსაკუთრებით მედიის, რეგიონული მედიის, ასევე მე მაინტერესებს, რამდენად სერიოზულ სიგნალად უნდა ჩაითვალოს ეს მედიის თავისუფლების კუთხით და სად გადის სხვარი კანონსა და მის ბერკეტად გამოყენებას შორის პოლიტიკური მიზნებისთვის. ხო, მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის არ უნდა წარმოადგენდეს კითხვას საჭიროა თუ არა მედია, უნდა იყოს თუ არა მედია დამოუკიდებელი, უნდა კონდეს თუ არა ჟურნალისტს აბსოლუტური თავისუფლება იმუშაოს იმ ისტორიაზე, იმ ამბავზე, იმ სიახლეზე, რომელსაც ის თავად ჩათვლის საჭიროდ გააშუქოს, მოიძიოს ინფორმაცია, კონდეს სრული სიმშვიდე წყაროებთან ურთიერთობის დროს, რომ ვიღაცას არ დაატერორებენ, არ დაანსახიჩრებენ, პრობლემებს არ შეუქმნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტს აწვდის ინფორმაციას. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბები და ჩვეულებრივი მოვლენები. სამწუხაროდ ზუსტად ამით განსხვავდება ერთმანეთისგან დემოკრატიული და არადემოკრატიული სახელმწიფოები, რომ ეს ჩვეულებრივი ამბები მერე არაჩვეულებრივ ამბად იქცევა ხოლმე ავტორიტარიზმის და დიქტატორულ რეჟიმებში. ამიტომ სახელმწიფოებმა დიდი ხანია დემოკრატიულმა ცივილიზებულმა ქვეყნებმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთეს თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის სასარგებლოდ. თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა გვჭირდება იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ხელისუფლება, ვიცოდეთ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება, გქონდეს გამახვილებული მზერა და ყურადღება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანზე, რომ არავინ მოიპაროს ბიუჯეტიდან ფული, არავინ მოახერხოს საზოგადოების მოტყუება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სხვა. ხო, აი ძალიან ელემენტარულ ამბებზე ვლაპარაკობ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში მნიშვნელოვანი გახდა ამ ამბების მუდმივი შეხსენება. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა მიიღო სიტყვის თავისუფლების კანონში ცვლილებები და სინამდვილეში გააუქმა სიტყვის თავისუფლების კანონი თავისი არსით და თავისი ფუნქციით, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება დამოუკიდებელი მედიისთვის ოპერირება და გადარჩენა. და სულ უფრო და უფრო მეტი სირთულეები ექნებათ როგორც ინდივიდუალურად ჟურნალისტებს, ასევე მედია ორგანიზაციებს. ამასობაში გვაქვს კიდევ მრავალი სხვა კანონი, არა მხოლოდ და მხოლოდ მედიისთვის, მაგრამ ზოგადად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისთვის, რომელმაც ასევე დამატებითი წნეხი გააჩინა მედიაზე და დამატებითი პრობლემების შექმნა. სამწუხაროდ მოლოდინი არ არის, რომ პოლიტიკური ცვლილების გარეშე ამ თვალსაზრისით რაიმე ხელშესახებით ცვლილება შეიძლება მოხდეს. და ეს სუსუბოლო ამბავი, როდესაც მედიას აუკრძალეს სასამართლო დარბაზებიდან ტრანსლაცია, არის საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო გამოვლინება იმისი, თუ რამდენად მასშტაბურია მედიის შეზღუდვის, აკრძალვის, სივრცის დავიწყების მცდელობა და კამპანია ქართული ოცნების მხრიდან. დიახ, ნუ ეს არ არის ერთი ტელეკომპანიის პრობლემა, ამას აღვნიშნავ ხშირად გადაცემაში, იმიტომ რომ შეიძლება რომ ეს ჩაითვალოს სერიოზულ სიგნალად, იმიტომ რომ ასევე ვნახეთ აქციაზე დაკავებული დაშავებული ჟურნალისტები ყავს მზია ამაღლობელი, რომელიც ხო ასევე პატიმარი და ასე შემდეგ. ანუ რატომ არ არის ეს ერთი ტელეკომპანიის პრობლემა და რატომ ეხება ზოგადად სიტყვის თავისუფლებას?
არც ერთი და არც ყველა ტელეკომპანიის ერთად აღებულის პრობლემაა მხოლოდ. ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა, იმიტომ რომ დიახ თუ არ არის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, ეს ნიშნავს რომ ხელისუფლების თავხედობის, ძალაუფლებით თრობის, ძალაუფლებით ტკბობის, რომელიც ტერმინს გნებავთვის გამოვიყენოთ, შესაძლებლობები ამოუწურავია. ერთადერთი, რაც ინამდვილეში ზღუდავს და ავიწროვებს ხელისუფლების თავგაშვებულობას, ეს არის ზუსტად სიტყვის თავისუფლება. შიში იმისი, რომ მათი მხრიდან კორუფციის შემთხვევაში, მათი მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ნეპოტიზმის შემთხვევაში და სხვა, ასე ამბები გახდება საჯარო და ისინი მათ პასუხს მოსთხოვს საზოგადოება. ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ სიტყვის თავისუფლების არსებობის პირობებში და მხოლოდ იმ საზოგადოებებში, სადაც სიტყვის თავისუფლებით სარგებლობენ. სადაც ეს არ არის, იქ ხელისუფლება იქცევა ზუსტად ისე, როგორც სინდისი ბრჭყალებში მათ კარნახობთ. და ძალაუფლებას დახარბებულ ადამიანებს სინდისი რას კარნახობს, სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა სივრცეებში განსაკუთრებით ეს ძალიან ხშირად გვინახავს და არასდროს არ არის ის საზოგადოებრივი სიკეთეებისკენ მიმართული. დიახ, ქალბატონო თილა, თქვენ ასევე წარმოადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას. მე მაინტერესებს ახლა აღარ ჩამოთვლი კანონებს, რომელიც ერთი მეორეს მიყოლებით მიიღეს შემზღუდავი და ასე შემდეგ და ჩვენ ვიცით რა რთულ პირობებში არიან ახლა ორგანიზაციები, მაგრამ მაინც რა არის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ორგანიზაციებისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ზოგადად ხედავთ, რომ ერთი მეორეს მიყოლებით დაიხურა რეგიონული ოფისები, მათ შორის ისინი, რომლებიც იყვნენ სერვისების მიმწოდებლები და ძალიან ბევრი ბენეფიციარი დარჩა აი ამ სერვისების მიღმა. დაზარალდა ძალიან ბევრი ადამიანი. შეიძლება თბილისში უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ აი რეგიონებში ძალიან გავლენიანმა ორგანიზაციებმა შეაჩერეს მუშაობა. კი, მე ვიცი რომ მაგალითად ახალგაზრდა ერთა ასოციაციამაც შეაჩერა ბათუმშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან გორზე ვსაუბრობთ, გორში საქმიანობა და ოფისი დაიხურა და ჩემთვის პირადად ინდივიდუალურად ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ ჯერ ჩემი თავმჯდომარეობის დროს გავხსენით ჩვენ გორის ოფისი და რა ვიცი აგერ 25 წელზე მეტია ის არსებობდა და ეხლა იძულებული გახდა ორგანიზაცია რომ ეს დაეხურა და ეს არ მომხდარა იმიტომ რომ ორგანიზაციას რაღაცა შეცდომა დაუშვან პარტნიორები აღარ ყავს ყველაფერი ძოლებურად წესრიგშია უბრალოდ ხელისუფლებამ გახადა შეუძლებელი ამ ორგანიზაციების ოპერირება ადამიანების ერთ ნაწილს უბრალოდ შეეშინდა და გადაწყვიტეს რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა დღეს მომეტებული რისკის მატარებელი იყო და გადაწყვიტეს რომ გაეწყვიტათ ხელშეკრულებების შრომითი ხელშეკრულებები და აღარ გაეგრძელებინათ თავის საქმიანობა იმ ფორმით როგორც ესენი ამას მანამდე აკეთებდნენ მიუხედავად იმისა რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება რომ მაგალითად უფასო იურიდიული მომსახურება რასაც ახალგაზრდა ერთა ასოციაცია უკვე 30 წელზე მეტი აკეთებს არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამბავი და კრიტიკულად საჭირო და აუცილებელი ამბავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობისთვის. მაგრამ ხო ხელისუფლება ამას არ დაგიდევთ და დევნის ყველა ასეთ ორგანიზაციას, რომელიც რეალურად სინამდვილეში ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების შემსუბუქებაზე. გამოწვევები ბევრია თბილისში იგივე მდგომარეობა რაც რეგიონებში აქ რაღაცა ესეთ სპეციფიური განსხვავება არ არსებობს უბრალოდ შესაძლოა ჩვენ მეტი შესაძლებლობა გქონდეს გამომდინარე იქ პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე იქიდან რომ ინდივიდუალურად ვართ ჩართული უამრავ საერთაშორისო პროექტებში და ამიტომ გადარჩენა ცოტათი უფრო მეტად გვიადვილდება მაგრამ ეს უაც არ ნიშნავს რომ ეს უაც პრინციპში ეს არაფერსაც არ ნიშნავს იმიტომ რომ თუ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმ საქმის კეთებას რასაც ვემსახურებოდით და რისგანაც სარგებელს იღებდა ჩვენი საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინ აბსოლუტურად აზრი დაეკარგება და ფუნქცია დაეკარგება ჩვენ საქმიანობას. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა აი ამ პირობებში ჩვენ ვიცით ხო რომ უკვე დაიწყო ანტიკორუფციულმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და მოითხოვა უпростоრად ასე ვიტყოდი. აი როგორ წარმოგიდგენიათ ინფორმაციის მოთხოვნას არ უდგას წინ არაფერი ეს არასოდეს არ ყოფილა პრობლემა და არც დღეს არ არის პრობლემა. არასოდეს ჩვენ არავის უარი არ გვითქვამს არც ერთ სახელმწიფო უწყებისთვის მონაცემებს ანუ პირად მონაცემებს ბენეფიციარებს არა დოკუმენტაციის მიწოდებაზე აქ პრობლემა ეს საერთოდ არ არის და ხანდახან ზოგიერთი მედია საშუალება აბსოლუტურად არასწორად აშუქებს ამ მოვლენას არც დოკუმენტაციის მიწოდების პრობლემა არც ხელშეკრულების
ხელისუფლებების არც ინფორმაციის. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება მოითხოვს ჩვენგან ორ რამეს. ის მოითხოვს, რომ ოფიციალურად ჩვენივენებით დავრეგისტრირდეთ როგორც უცხო ქვეყნის აგენტები და მეორე რომ ყველა გამოცემაზე, ყველა პუბლიკაციაზე, ყველაფერზე, რასაც ჩვენ საჯარო სივრცეში ვაკეთებთ, გავაკეთოთ წარწერა, რომ ვემსახურებით უცხო ქვეყნის ინტერესებს. აი ამას არასოდეს არ გავაკეთებთ. თორე ინფორმაციის, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ ხდება, ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ხალხს. და თუ ვინმეს აინტერესებს აქვს კითხვები ჩვენს ფინანსებთან, შემოწირულობებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ამბობ, არასოდეს პრობლემა არ ყოფილა და სახელმწიფო ორგანოებს ისედაც აქვთ სწომა ამ ინფორმაციაზე. ანუ მე გულისხმობ მაგალითად წინა გადაცემაშიც მყავდა იურისტი, გულისხმობ მაგალითად ორგანიზაციას, რომელიც ქალთა მიმართულებით მუშაობენ და არის ბენეფიციარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც არ სურს ამ ინფორმაციის გაჟღერება. გულისხმობ აი ამ მიმართულებით. ამისთვის შეტანილია არჩევნები საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში და ვნახოთ, იმედი არის, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს შემთხვევაში ეს ასე იქნება, თუმცა მინდა იმედი დავიტოვო, რომ ჩვენი საკონსტიტუციოც მიხვდება, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე, როდესაც პერსონალურ მონაცემებს ითხოვს რომელიმე სახელმწიფო ორგანო კერძო ორგანიზაციებისგან, იმედი მაქვს, რომ ამას გაუქმებენ სასამართლოები. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, არის სერიოზული პრობლემა და მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი გასაჩივრებულია და ჯერ კიდევ არ არის პასუხები და ვნახოთ შედეგებს დავალოდებით ერთად. რაც შეეხება პოლიტიკურ გარემოს, ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს არჩევნები გასულ წელს ჩატარებული, რომელსაც საერთაშორისო აღიარება არ აქვს და მეორეს მხრივ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩანიშნულია, ხომ? თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ ვითარებას, პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ან პოლიტიკურ გარემოს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს არჩევნები და ზოგადად რა მოლოდინი გაქვთ? არ ვიცი, ეს მოლოდინი არ მაქვს არავითარი პოზიტიური, სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა ფოკუსის გასწორების პრობლემა აქვს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ყველა მხარეს. ეს არ გვაძლევს რამე განსაკუთრებული ოპტიმიზმის იმედს, მაგრამ ამასობაში ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ შეურიგებლობის და სიმამაცის მაგალითები. და ამ ბრძოლას აუცილებლად შედეგი ექნებოდა, ამ შედეგებს დავაყენებთ უბრალოდ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ამბობ იმის გამო, რომ პოლიტიკურ სპექტრს ცოტა ფოკუსი არეული აქვს, დროში განაცვლება ხდება გამარჯვებას. ასევე ნახეთ საარჩევნო კანონში ცვლილება, სადაც აბსოლუტურად ეზღუდება ხო დამკვირვებელს დაკვირვება ამასაც თუ გავითვალისწინებთ, ნუ ცოტა იმიტომ რომ ეს ხო, გასაგებია ჩვენ ყავს ხალხი, რომელიც თავის ხელისუფლებას ეძახის, რომელსაც არავინ არ აღიარებს, მაგრამ ეფექტურად დე ფაქტო მართავენ ამ ქვეყანას, რომლებმაც დაკარგეს ყველანაირი აღქმა გაგება დემოკრატიული მმართველობის და გადასული არიან დესპოტიური კანონების მიღებაზე ერთმანეთს მიყოლებით. ამიტომ ახლა აქ არაფერი განსხვავებულს არ წარმოადგენს არც არჩევნო კოდექსი და არც სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით განხორციელებული შეზღუდვები. თუ ზღვიდას თუ ქვეყანა ორიენტირებულია სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვის და შეზღუდვისკენ, რა თქმა უნდა, ეს შეეხება ყველა სეგმენტს და სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება ერთადერთი გამონაკლისი. ამიტომ ბუნებრივია, რომ შეზღუდვები და არანორმალურობა წესებში შეეხო სრულ სპექტრს სამოქალაქო აქტივიზმის და სამოქალაქო ცხოვრების და ამის ნაწილი არის არჩევნების დაკვირვებაც. ამიტომ აქ ახლა რამე სპეციფიურად ვიშვიშოთ, რომ ვაიმე ეს რაქნეს, არასწორი მგონია, იმიტომ რომ ხო აბა რას იზავდნენ. ეს არის მათი ამოცანა, რომ მაქსიმალურად არა უბრალოდ შეზღუდონ, არამედ ჩაკეტონ სრულად სამოქალაქო სივრცე. და ამაში იგულისხმება კიდევ ერთხელ ამბობ უკლებრივ ყველაფერი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თინა ხიდაშელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.